მოგესალმებით. მე ვახში ჟვანია ვარ. აი ეს ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში, ჩემს სტუმარსაც რო აუხსნა, ჩვენ რამოდენიმე თვის განმავლობაში მიყვავდა აი ეს გადაცემათა ციკლი, სადაც ჩვენ ჯერ ჩამოვაყალიბეთ 10 კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოლიტიკოსი, რომელიც აპირებს გავიდეს პირველ პოზიციაზე, ანდა ერთ-ერთი პირველ პოზიციაზე, ვაცრავად ეს დამავიწყდა და თქვენს გამოვთეთ, აი მეც გამოვთავ, რომ არ შეგვიშალოს ხელი და ეს საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, ძალიან კარგი რეაქციებიც იყო ხალხისაგან და მე რაც თავარია, ჩვენ როცა დავასაბუთეთ ეს 10 კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, მე დავიწყეთ ვინ რამდენად ცნობილი პოლიტიკოსებიდან აკმაყოფილებს ამ პირობებს. ესე გამოვიდა ისე რომ თანაც ამ ჩვენი თეორიის თანახმად 10 მოთხოვნიდან თუ ერთს არ აკმაყოფილებს, შენ არ შეიძლება იყო ლიდერი. იმიტომ რომ იქ 10-ვე არის უმნიშვნელო, მე ვიტყვი ამ 10-ს და ჩვენ მე როცა შევაფასეთ, ერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც აკმაყოფილებდა 3 მოთხოვნას, 7 არა. დანარჩენი იქ 1, 2 და მერჩა. ასე რომ თეორიულად პრინციპში ახლა მე ფიზიკოსი ვარ, ცოტა მათემატიკოსი ვარ, კიბერნეტიკოსი ვარ და მე ვიცი რომ დანამტულებით ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მათემატიკურად აღწერო და იქ დასკვნა იდება ზუსტი და ჭეშმარიტი. აი ჩვენ აი ამ პოლიტიკურ პროცესსაც თუ შევხედავთ ასე მათემატიკური ლოგიკის გამოყენებით, ჩვენ უცილობლად ზუსტად დავადგენთ რატომ ჭირს ის რაც გჭირს დღემდე. და აი ახლა მე საზოგადოებას მინდა წამოვდგინო თქვენი თავი, ჩემი სტუმარია დღევანდელი ბატონი სიმონ ჯანაშია, არანაირ სხვა რაღაცა და მოგიგვაქვს სიმონ ჯანაშია, რომელიც არის განათლების ექსპერტი, აი ის რაც მე ამოვწერე ჩემი მიდან, მაგრამ მე ჩემი შვილებიდან ვიცი რომ თქვენ უცხოეთში მიიღეთ შესაბამისი განათლება, თქვენ ამ დარგის სპეციალისტი ხართ, მუშაობდით და ბოლო წლებია თქვენ როგორც იტყვიან რუსები ნეუდელ. ახლა ლაპარაკობდით და სახალხოდ მინდა ვთქვა რომ ის რომ თქვენ ხართ იმ სულნათი ცხონებული დიდი ისტორიკოსის სიმონ ჯანაშიას შვილიშვილი, ესეც ალბათ რაღაცნაირად ტვირთად გაწევთ და გაიძულებთ რომ იყოთ იმისი შესაფერისი და იმისი ღირსეული შთამომავალი. მე ეს მესმის და ამიტომ რაღაცნაირი პრივილეგია და უპირატესობა თქვენ გაქვთ იმისთან ახალში, ყოველ შემთხვევაში როგორიც მე ვარ და ჩემი სანები ბევრია. ასე რომ მე დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე, ხოლო საზოგადოებას მინდა უთხრა, საიდან გაჩნდა ეს ინტერესი ბატონი სიმონის მიმართ. მე ერთშენიერ დღეს წავიკითხე აი ასეთი განცხადება. ახალი პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი შეიქმნა. 1 ივლისს ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის თავისუფლების მოედანის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. მოძრაობის წევრები არიან ბაკურ კვაშილავა, საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი, დავით გზირიშვილი, ექიმი, ოქტაი კაზუმოვი, ეს სწორად წერია, ოქტაი კაზუმოვი, ფილოლოგი, ირმა ზოიძე, ჟურნალისტი, ზურა ფარჯიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი შაიშმელაშვილი, სამოქალაქო იდეის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ იყვნენ კიდე სხვები. აი თქვენი ეს პირველი მანიფესტი იქ თქვენ სადაც აღიარეთ რომ ეს იქნება ღია
დემოკრატიული პლატფორმა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და ისტორიული მისიის მისაღწევად მანიფესტის თანახმად მოძრაობა გაერთიანებს პატრიოტ პროფესიონალ და პატიოსან მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად მოძრაობა პატიოსან გადასარჩენად მოძრაობის მიზანია არ დაუშვას საქართველოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე დავამყაროთ რეალური დემოკრატია და მივაწიოთ ევროკავშირის წევრობას აი ეს არის ის რაც თქვენ განაცხადეთ და მე მაგალითად იმ დღიდან ყურადღებით გადავნებთ თვალს და კარგი არის რომ აი ბოლო როდის იყოს 4 ოქტომბერს არა აი დიდი შეკრება რუსთაველზე იქ გაგიცანით მოგიწვიეთ და მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისათვის რომ მომბრძანდით მანამდე მე წავიკითხე თქვენი ერთ-ერთი პოსტი გახსოვთ ეს დიახ არჩევნებს გაღავდებით მე წავიკითხო თუ თქვენ წაიკითხავთ მე შემიძლია თქვა რაც ხდებოდა მე თავში მაქვს ეს ყველაფერი არა მაგ წერდი იმის შესახებ ამით მიიყარით ყოველ შემთხვევაში ჩემი ყურადღება ის განცხადება და მე ეს შემიძლია მავხსნა კი ბატონო მაგრამ თავარი ეს არის რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მეცნიერები თქვენში ვხედავთ რაღაც ახალ იმედს ჩვენ ვართ ასეთ განწყობაზე რომ არც პოზიცია ესე იგი მართველი პარტია და არც ერთი აი ეს დღეს კვალიფიციურ პარტიად რო ითვლებიან არც ერთი არ არის საიმედო და მე როგორც გითხარით აი კერძო საუბარში მე აშკარად ხედავ რომ ნებისმიერი იმათაგანი ეს მისი მამუკა ხაზარაძის პარტია იქნება თუ ვაშაძის პარტია იქნება თუ იმ ნაციონალების ორი პარტია თუ სამია რამდენია ყველანი ცდილობენ ამათ ჩანაცვლებას და ამათივე მეთოდით გააგრძელებენ და შეიძლება კიდევ უარესით ჩვენ ხედავთ ჩვენი ბოლო პერიოდის განმავლობაში რომ შევარდნაძეზე უარესი გამოდგა სააკაშვილზე გაცილებით უარესი გამოდგა ბატონი ბიძინა ყველა თავის იმით ყველა ემღაუჭება ამ ხელისუფლებას რომ მოვა და მერე წასვლა არ უნდა და არც ერთმა ფუნდამენტალური რაღაც გადაწყვეტილება რომელიც ქვეყანას დააყენებდა პროგრესის გზაზე არ გააკეთა მეთანხმები თამაში მე გამიჭირდება დაგეთანხმოთ იმაში რომ თქვა 90-იანების წლები უკეთესი იყო ვიდრე თქვა 2000-იანები და ეხლა კიდევ უარესია მე მახსოვს სტუდენტი ვიყავი 90-იანი წლების დასაწყისში შევარდნაძის დროს და მაინც კარგი ვითარება არ იყო ასე რომ ვერ ვიტყვი რომ ხა ის უნდა ავიღოთ საზომად და მე შევადაროთ ყველა დანარჩენი მე მგონია რომ რაღაცებში პროგრესი გვაქვს პრობლემა არის რომ ეხლა ნამდვილად უარესობისგან მივდივართ და არა უკეთესობისგან. განსხვავება მაგალითად შევარდნაძის პერიოდს და დღევანდელობას შორის ჩემთვის ეს არის რომ მიუხედავად იმისა რომ მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო თუ გავიხსენებთ პოლიტიკურად ერი იყო დაპირისპირებული ოღონდ იარაღით ხელში იყო დაპირისპირებული არა მხოლოდ იდეებით და არა მხოლოდ რაღაც პროპაგანდისტული საშუალებებით, არამედ რეალურად ავტომატებით ებრძოდა ერთმანეთს. იმასთან მაშინაც კი ყოველთვის იყო იმედი, რომ გაუმჯობესდებოდა რაღაც და დღევანდელი გადაწყვეტილებები, რასაც უყურებთ, არის გაუარესება. ანუ ეხლა მივდივართ ნორმალურ საბჭოთა კავშირისკენ უფრო მეტად, ვიდრე იქით სადაც გვინდოდა წასვლა, როცა საბჭოთა კავშირი ემხობოდა. ხო, მე მახსოვს 90 წელს წერილის გაგზავნას ვაპირებდი ჩემ მეგობრებთან იტალიაში და მე რატომღაც ვერ გავაგზავნე და აღმოვაჩინე სულ ახლახანს და ესე წერილია იტალიელ მეგობარს რომ ჩვენთან პირველად იმართება მრავალპარტიული არჩევნები და ეხლა ეს საკითხიც კი სათუ ხდება, იმიტომ რომ ქართული ოცნება გვეუბნება რომ შეიძლება აკრძალოს პარტიების დიდი ნაწილი. და თუ ესეთი გზით წავალთ, შეიძლება უცებ აღმოჩნდეთ დაახლოებით იმ სიტუაციაში, სადაც ვიყავით 80-იან წლებში წინა საუკუნის. ან
შეიძლება უფრო ადრეც თქვა მე-20 საუკუნის დასაწყისშიც და ამიტომ ხო მე ვფიქრობ რომ რაც შეეხება პარტიებს, რამდენად ისინი აპირებენ რომ ჩაანაცვლონ, ეს არ ვიცი სპეკულაცია იქნება ჩემი მხრიდან, იმის თქმა უნდა თუ არა რომ გაიმეორონ ის რაც საკეთებს ოცნება, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს თუ არ იქნება სისტემური ცვლილება და იქნება უბრალოდ ჩანაცვლება. სისტემური ცვლილებაში იგულისხმება რომ მაგალითად პარტია რომელიც მართავს დღეს სახელმწიფოს ის არ იმართება დემოკრატიულად. ან ჩვენ ვიცით რომ იქ ერთი კონკრეტული ადამიანი წვეთს რა იქნება ამ პარტიის მიზნები, ვინ იქნებიან თანამდებობის პირები, ანუ იქ არანაირი დემოკრატიული პროცესი არ არსებობს, რომელიც საშუალებას მიცემდა გამჭრიახ პატრიოტ ადამიანს, რომ თავისი იდეები წამოეყენებინა და მიაღწია პარტიაშიც და მე ქვეყნის მართვაშიც რაღაც წინსვლას და მსგავსი პრობლემები აქვს სხვა პარტიებსაც, ცხადია, ეს არ არის ქართული ოცნების პრობლემა, ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ ეს თავისუფლების მოედანი, რომელიც ჩვენ დავაარსეთ, იყოს დემოკრატიული, ანუ არა მხოლოდ იბრძოდეს დემოკრატიისთვის, არამედ საკუთარი მაგალითითაც აჩვენოს რა არის დემოკრატია, რომ ადამიანებს შეესთავაზოს საკუთარი ადგილის პოვნა ამ პარტიაში და წინსვლა და ვისაც ეკრება უკეთესი იდეები და ვინც დახმარებაში იქნება ცხადია პარტიის მისიასთან, მას ექნება ასევე დემოკრატიული გზებით, რომ შიდა არჩევნების გზით მოიპოვოს ლიდერობის შესაძლებლობა, რომ სიას მაგალითად საარჩევნო არჩევნების დროს ვიღაც კონკრეტული ერთი ადამიანი კი არ ადგენდეს, არამედ ისიც შერჩეული იყოს წევრების მიერ. ესეთ პარტიები ცოტაა საქართველოში, ძალიან იშვიათია, რომ დემოკრატიისთვის მებრძოლები თვითონ დემოკრატიულად იქცეოდნენ და დემოკრატიას პატივსცემდნენ ყოველდღიურობაში და არა მხოლოდ რაღაცა როცა ლაპარაკია არჩევნები გაყავდეს თუ არ გაყავდეს თუ რაღაც ნეპოტიზმი იყოს. იმ მომენტში. ეს რა ეს პრობლემები ნამდვილად არსებობს. გასაგებია, აი თქვენ თქვით სისტემური ცვლილებები, ხო? სისტემური ცვლილებები. აი ჩვენს პროექტებში და იგივე იმაში ყველგან სწორედ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას და ჩვენ გვაქვს ეს სისტემური ცვლილებები გათვალისწინებული. მე მინდა მაგალითად აი ეს დოკუმენტი, რომელიც არის გელათში 8 თებერვალს მიღებული 24 წელს და ეს ის რომ ჩვენ გვჭირდება ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ეს ერთი 10 წლის წინ ისევ იქ გელათში არის ნათქვამი და მერე ჩვენ ესე იგი შევეცადეთ და დავამუშავეთ. სულ 12 პუნქტისაგან შედგება. მე მას როგორც გითხარით გაგატანთ, ახლა მას არ შევაწევთ, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს ისეთი პუნქტები, როგორიც არის კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს. ღალატის პუნქტი მუხლი კოდექსში აღდგეს. არა გვაქვს ღალატის პუნქტი დღეს არა გვაქვს. ხლა რატომ ვიწყებთ ამით და ეს არის უმთავრესად, ეს პირველი არა, მაგრამ სადღაც მესამე, მეოთხე პუნქტი. ყველაფერი რაც გვჭირს, ჩემი ღრმა რწმენით, მოდის ხალხის სიხარბისგან. და მე მახსენდება აგერ ბატონი ჩერჩილის სიტყვები. იმისათვის რომ დაიმონო რომელიღაც ხალხი, შენ უნდა მოძებნო გამყიდველი ელიტა და ნუ ცოტა უტრირებას ვაკეთებ, გონებად შუნგი უმრავლესობა. აი იმ ელიტის გამყიდველს იმას ფულს აძლევ, იმას მოისყიდი და აი ამ უმრავლესობას ესე იგი ისინი იმორჩილებენ და მე შენ რაც გინდა იმას აკეთებ. აი ზუსტად იგივე სქემით მუშაობს დღეს ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვიღაცისგან იმენო ჩtildeოეთიდან ახლა ჩვენ ეს ვიცით, თქვენი გიწერიათ რომ არ გინდათ გუბერნია გავხდეთ, ესენი კიდე მიგვათრევენ იქეთ იმ გუბერნიად და ნუ ყველაფერს აკეთებენ თანაც 12 წლის თავზე, ხო? 12 წლის თავზე განაცხადეს რომ არ მივდივართ ევროპაშიო. მანამდე სულ ამას ესე იგი ტყუილი და საოცარი ის არის რომ ბატონმა ბიძინამ როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, რაც კი პირობა დადო, არც ერთი პირობა არ შეასრულა. და არის საზოგადოების რაღაცა დიდი ნაწილი, არ ვიცი ახლა რამდენი პროცენტია ის 20-ია თუ 15-ია თუ რაღაცა, ბევრი რომ არ არის ვიცი,
ესე იგი ვერაფრით ვერ ელევა მაინც და იმას ხარს უჭერს. როგორ შეიძლება კაცი რომელმაც გითხრა რომ ჩვენ აბა ხორძინებთ სოფლის მეურნეობას, ჩვენ დავამყარებთ სამართლიანობას. სამართლიანობა ხედავთ როგორი სამართლიანობა არის და ის ძველი მოსამართლეები ვინც საოცრად ცუდი სახელით დარჩა ქართველებისთვის, აი ისინი დაასვა თავზე და იმათ ესე იგი აკეთებინებს ყველაფერს რაც მას უნდა. ესე იგი მონამორჩილად გაიხადა იმის მაგივრად რომ აი სისტემაში პირველ რიგში აი ჩვენ ეს ყველგან გვიწერია რომ სასამართლო როგორმე უნდა გავანთავისუფლოთ. ჩვენ გვიწერია რომ როგორმე თვითმმართველობა უნდა დავამყაროთ. არ შეიძლება სადღაც იმის რა ქვია ხარაგაულის რაიონში რომელიღაც სოფელს აქედან გამგებელს უნიშნავდე, კაცო, იქ იმ ხალხის წინაშე უნდა იყოს პასუხისმგებელი. როცა აქედან არის დანიშნული გუბერნატორი, ქალაქის მერი, ქალაქის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ყველა ისინი ცდილობენ ამათ ასიამოვნონ. ახლა ამათ სიამოვნება რა არის? არჩევნების დროს ყველაფერი იკადრონ იმისათვის რომ ისევ ესენი დარჩნენ. ეს ელემენტარული დარღვევები და ელემენტარული ცუდი ქცევები არის, რომელსაც ვერაფრით ვერ შეელია ვერც ერთი ხელისუფლება. და მე ამას მოყვება რა თქმა უნდა მილიონერების კასტა, რომელიც რა თქმა უნდა ესე იგი ამათ უჭერს ხარს, რა თქმა უნდა ის მათი მომხრეები პარლამენტის წევრები, რომელსაც უკვე აგერ 15,000-მდე აუწიათ ხელფასი იმისათვის რომ მოსყიდვა სხვა მეტი და როგორ შეიძლება როდესაც საარსებო მინიმუმი გააქვს იქ 200 რაღაცა 300 ლარიც არ არის საარსებო მინიმუმი და ამ დროს არსებობს საერთაშორისო კანონები როგორ განისაზღვრება საარსებო მინიმუმი ყველაზე მარტივი არის საარსებო მინიმუმი უნდა იყოს ტოლი 1 ტონა საწვავის ღირებულების ჩვენთან ბენზინი 1 ტონა რა ღირს 3000 ну 3 ლარზე ნაკლები ხო ბენზინი არ არის 3000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ეს არა ესე იგი რამდენჯერ გამოდის ხო 10 ჯერ ნაკლებია 10 ჯერ ნაკლებია ჩვენთან საარსებო კალათას რო ვეძახით და ეს ხალხი კიდე იძახის რომ საუკეთესო ხელისუფლება ვართ გუშინ წინ კიდე ვიღაცამ დაწერა რომ ევროპაში რაღაც პარამეტრებით უკეთესი და უკეთესი ვართ და რომ ეკონომიკა ყვავის ესე იგი სიყალბე და საფუძველი როგორც გითხარით ეს არის სიხარბე აი ეს ხარბი ხალხი ხარბი პარლამენტარები ნებისმიერ კანონს აი თქვენ გიწერიათ აგერ აბსოლუტურად გეთანხმებით აი რა გიწერია თქვენ ნემნელად ცვლიდა კანონებს ეს ხელისუფლება ქართული ოცნების უპირატესობას აძლევდა არჩევნების დღეს უკაცრავ ნემნელად ცვლიდა კანონებს რაც ქართულ ოცნებას უპირატესობას აძლევდა ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტს საზოგადოების სხვადასხვა ფენის მოსყიდვისას აი ეს რაც მე თქვი და ეს თქვენგან ავიღეთ ზღუდავდა მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებსაც შეეძლოთ თავრობის კრიტიკა მათი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და გავრცელება იყენებდა პროპაგანდას მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპოზიციის პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ სიცრუის და სიცივის კამპანიისათვის და დანარჩენს მე კიდე გავაგზავნებ აბსოლუტურად სწორად გაქვთ ყველაფერი მაგრამ როგორ ვებრძოლოთ აი ამისათვის აი ჩვენ მეცნიერება ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ის 10 კრიტერიუმი მე სანამ 10 კრიტერიუმზე ვითხოვდნენ აი მე მინდა ესე იგი შევარდნაძე სისტემაც ასეთი იყო ეს იქიდან მოდის ეს კომუნისტების პერიოდშიც ასე იყო ქთამი ნეპოტიზმი და თავისი ხალხის გაყვანა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის რომ მე თავისი თანამდებობა შეინარჩუნოს თვითონ არაფერი არ შეცვლილა თითქოს დამოუკიდებელი გავხდით მაგრამ ისევ იმპერიული წყობილების სისტემები შევინარჩუნეთ და ხელისუფლებები მიდიან ქვეყანა ესე იგი უკან მიდის მე რა მინდა გითხრათ აი შევარდნაძის დროს იყო გუბერნატორი ბატონი შაშიაშვილი ქუთაისში საოცარი ექსპერიმენტებია გაკეთებული
ესე იგი, როდესაც თვითონ გუბერნატორად აირჩიეს თუ დანიშნეს მერა თავისი მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ცნობილი გიორგ ხელიძე დაუძახა და შესთავაზა, შენ იყავი კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მე გამოვყოფ თანხებს, შენ გააკონტროლე როგორ იხარჯება ეს ფული. ქუთაისში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კორუფცია იყო ნოლამდე დაყვანილი. ქუთაისის ამბების ყველეთ მახსოვს. აი ესეც ხო საოცრებაა რომ 5 წლის მანძილზე ამ ხელა რეგიონში ასეთი რაღაცა კეთდებოდა და თქვენ არ იცით, არც არავინ იცის. არც არაფერი გააკეთეს რომ საერთოდ ეს ვინმეს გაეგო. როგორ არ ვიცი, მე უბრალოდ სხვა რამე ვიცი კორუფციის შესახებ. ანუ ისეთი პოზიტიური ამბები არ ვიცი, როგორც თქვენ იცით. იქ არ იყო ეს ცნობილი ფაქტია. მე ნამყოფი ვარ ქუთაისში. ეს ერთი, მეორე ვარ ქუთაისში იმ დროს და იყო აშკარად. მაგრამ მათ შორის ქუჩებში და ყოველდღიურობაში. ნუ ახლა იქ რაღაცა თუ იყო, მაგრამ თავარი არის ბიუჯეტის თანხა და მე აი ეს ბიუჯეტის თანხა, რომელიც ასე ყაირათიანად იმართებოდა ამ იმით რა ქვია მაგას შენარჩუნებული ბიუჯეტით, მან საქართველოსგან განსხვავებით, დანარჩენი საქართველოს განსხვავებით, სადღაც 35-45%-ამდე ხელფასები მოუმატა მასწავლებლებს. იმერეთში ხელფასი ჰქონდათ მეტი ვინმე ნებისმიერ სხვა და თბილისშიც. ხო, განათლებაში რაღაც საინტერესო ექსპერიმენტები იყო. უამრავი ასეთი რაღაცები. საინტერესო ისიც იყო, რომ დაგეგმო თვითონ ამ ექსპერიმენტების ყოველთვის არ იყოს სწორი. აი მაგალითად თემურ შაშიაშვილის ინიციატივა იყო, რომ სკოლები დაეყოთ ცალკე ყოფილიყო დაწყებითი სკოლა, ცალკე ყოფილიყო ეგ საბაზრო. ხო, მაგას იქ რაღაცები ჰქონდა, ხო, კი. მაგრამ არ იმუშავა, რომ ეს ბავშვები გადაანაწილეს სხვა სკოლებში, მაგრამ იმ ბავშვებს აღარ უნდათ, რომ სხვა სკოლაში გადასულიყვნენ მერეზე და საფეხურზე და მერე რჩებოდნენ და მერე ცალკე პრობლემებს ჰქონდა, რომ იყო პროტესტები დიდი და იქაც იყო მაგალითად მე 2004 წელს დავიწყე მუშაობა განათლების რეფორმის პროექტში და იმერეთში რომ ვიყავი, რო გითხრათ რომ იქ არა ეს მაინც ძიება მიდიოდა უკეთესის ხო შეეძლოთ ასავლები მე პირადად მინახავს რომლებსაც 10-13 თვის ხელფასი აღებული არ ქონდა ჩება უფრო მაღალი ქონდათ ქაღალდზე მაგრამ აშკარად ჯიბებდე ის ფული არ მიდიოდა და ეს პრობლემები იყო ისევე როგორც რა ვიცი მე მასწავლებლები ყოფილდნენ ბევრ სხვა პრობლემის შესახებ ოფით პრობლემებიც საქართველოში მთლიანად იყო ეს პრობლემა, მაგრამ ქუთაისში განსაკუთრებით, ასე წყალი არ ქონდათ და გრაფიკითაც კი არ ქონდათ ხოლმე წყალი და 2004 წელს ვარ ნამყოფი მაგალითად იმაში მიქაურ ტელევიზიაში და ყველაფერი ჩაბნელებული იყო და მაშინ ეს კითხვა ქონდა რომ ჩვენ კი ვლაპარაკობთ ამ ტელევიზიაში, მაგრამ ვინ გვისმენს საერთოდ პროცედურა აი ჩაბნელებულზეც გეტყვით. ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად გაკეთებული. იმისათვის რომ ენერგოობიექტებს დაპატრონებოდნენ ვიღაცები და ვინ ვიღაცები ისევ შევარდნაძის ხალხი უნდა დაპატრონებოდა. ესე იგი გათიშეს ეს და სხვათა შორის იგივე შაშიაშვილმა ერთხელ თავისი დადგა და ძალით ჩაარქვევინა, ესე იგი წყალს უშვებდნენ ჰესიდან და ელექტროენერგია არ იყო. იქამდეც მივიდა რომ მაილსი ამერიკის ის რო იყო ელჩი თურმე იმათ თქვა დასაჭერია ეს კაცი უკაცო ეს სახელმწიფოს პოლიტიკა ქონდა რომ აეძულებია საზოგადოება გადაეხადა მოხმე მაშინ არ იხდიდნენ ხო კომუნისტების ჩვენ ორ თეთრს ვიმაზე კაპიქს ვიხდიდით კილოვატში და უკვე აქ უცებ გახდა დიდი თანხები გადასახდელი და აი ეს რომ ხალხი გადაეჭიათ ესე იგი აიძულებდნენ სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და ესე იგი გათიშეს, ჩააბნელეს ქვეყანა, ამ დროს რამდენი რეანიმაციის ობიექტები დარჩა ენერგიის გარეშე და რამდენი ცოდვა მოყვა ამას. აი მას ის წინააღმდეგობას უწევდა. ესეც არ მოეწონათ. თვითონ ის ფაქტი, რომ გუბერნატორების უმრავლესობა ზოგი გაიქცა რუსეთში, როცა შევარდნაძე შეცვალეს და ერთადერთი ეს იყო რომელიც დარჩა და ვერც დაიჭირა და ვერც გააქცია იმიტომ რომ აბსოლუტურად ვერაფერი რო ვერ მოუნახეს ახლა მე მის ადვოკატად არ გამოვდგები და ეს სხვა თემა არის მაგრამ მე მის თქმა მინდა რომ როდესაც ვიღაცა რაღაცა საინტერესოს და კარგს აკეთებს ის აუცილებლად უნდა აიტაცოს საზოგადოებამ და მით უმეტეს ხელისუფლებამ უნდა აიტაცოს და დანერგოს უნდა ეს სხვაგან
ჩვენ ამას არ ვაკეთებდით. აი ჩვენ როდესაც ვამბობთ ცვლილებებს, სისტემურ ცვლილებებს, ჩვენ სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს, რომ ინიციატივა უნდა იყოს დაფასებული. იქ შეიძლება შეცდომას დაუშვათ, შეიძლება ცუდი შედეგიც მივიღეთ, მაგრამ ეს არის ძიება და რაც თავარია, ყველაფერი ეს კეთდება არა იმისათვის, რომ შენ ფული გააკეთო. დღეს ყველა ინსტანცია ხელისუფლებაში ფიქრობს ფული როგორ გააკეთოს და ამიტომ არის რამდენი მილიონერი როზის პარლამენტში. არავინ არ ფიქრობს არც სისტემურ ცვლილებებზე და არც არასისტემურ ცვლილებებზე და ახლა ის რაც ღარიბაშვილთან მოხდა, ნუ ეს ხო უკვე გვირგვინია ამ ხელისუფლების და კიდე მოიძებნება ხალხი, რომელიც ამას აი შეხედეთ ჩვენ იმასაც კი არ ვაპატიეთ და ისინი კიდე მანადლის რომ აი ჩვენ ასეთი იყო პირველი, ასეთი იყო მეორე, მესამე, მეოთხე, რამდენია? 5 იყო არა პრემიერ-მინისტრი. თვითონ ის, მერე ეს, მერე ბახტაძე, კვირიკაშვილი, ორჯერი. გახარია 5 და ისე და მე ერთხელ გადაცემაში მაქვს ნათქვამი რომ ხალხო არის ვინმე ამ ხელისუფლებაში ისეთი რომელმაც დაიმსახურა ნდობა და სიყვარული ხალხის ისეთი რომ აი ენატრებოდეს სადა ის კაცი მომიყვანეთ არის ასეთი ვინმე აი ამ 13 წელს მანძილზე რთულია თქმა ნამდვილად აი ამაშია საქმე კარგით ახლა ეს მოკლედ გასაგებია ეს მაგალითად აქებდნენ თავის დროზე სერგეენკოს მახსოვს რომ ჯანდაცვის სისტემაში რაღაცა დადებითი ნაბიჯები გადადგა მათ შორის იყო საყოველთაო აი ეს მინისტრი რო იყო ხო სერგეენკო რომელმაც ხელი არ მოაწერა მერე ვითომ გამჭვირვალობის კანონის მას აქებდნენ მახსოვს რაღაც ნდობას იწვევდა იმიტომ რომ პროფესიონალი იყო თავის საქმის დანარჩენები არ მახსოვს მაინც ვინმე საკებდნენ მოკლედ ახლა მთელი იმედები თქვენზეა თქვენზეა და მე აი პირდაპირ ვამბობ სახალხოდ რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ყველანაირად დაგიდგებით გვერდში მოგცემთ ინიციატივის საშუალებას კი ბატონო ჩვენ აი ვერ ვიტანთ იმას რომ აი მოდით ჩვენთან ვიღაცა რო იტყვის აი გავერთიანდეთ და არა არ გვინდა ჩვენთან კი არ მოხვიდეთ თქვენთან იყავით მაგრამ აი ეს ჩვენი რესურსი გამოიყენეთ და ჩვენ ყველაფერი რაც გამიკეთები ამას მოგცემთ გაანალიზეთ მეცნიერულად ისე კი არა რომ მე ერთხელ ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოვიყვანე აქ და რაღაცა უნდა მელაპარაკა და წინადღით მივედი და მიუტანე ეს დოქტრინაც მიუტანე ეს 21 პუნქტიანი პროგრამაც მიუტანე ის ჩვენი კონცეფციაც მიუტანე და ამაზე მინდა მეთქი ხვალ ესე იგი ვილაპარაკოთ აი 24 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო ნუ აქ ვილაპარაკეთ მოვიდა წინასწარ 9 საათით ადრე კიდე არაფერი არ უთქვია მოვედით აქ და უნდა დავიწყოთ ლაპარაკი და ვეკითხები აი მეთქი ჩვენი პროგრამა და ბატონო ვახში იცით რა და გამომართვა და გადამიგდო ასე და რაღაც თავისი თემა ესე იგი ასეთი აგდებული დამოკიდებულება ახლა რა არის მეცნიერთა კონგრესი რომ იცოდეთ თქვენ ეს არის ჯერ ერთი ეს ჩვენი ტელევიზია რა ტელევიზია არის ეს არის მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძის მიერ დაარსებული ტელევიზია და გადმოცემული ჩვენთვის კაცრად განსაზღვრული ანდერძით რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოთ არც ერთ ფულიან კაცს აქ მოსვლა და გაბატონება საქართველოს დაღუპავს ეს ტელევიზიები აი ესე პირდაპირ აქვს ნათქვამი თქვენ შეხედეთ ახლა რამდენი ტელევიზია არის ესე იგი ნახევარი ტელევიზია ემსახურება ხელისუფლებას ნახევარი ტელევიზია ემსახურება თავის ბატონებს თითო პარტიას იქ პირველი ლელოს და ვიღაცას თავისას იქ ფორმულა კიდე ვიღაცას და აი ჩვენ რომელსაც ასეთი რაღაც კარგი იდეები ქონდა და ჩამოყალიბებული დოკუმენტები იმათაც რომ უგზავნით ყოველთვის და რომ ვეპატიჟებით ჩვენს კონფერენციებზე და ჩვენს ღონისძიებებზე არც ერთხელ არ მოსულა არც ერთხელ არ მიუწევიათ არც ერთხელ არ მოუწევიათ და მე პირდაპირ აქედან მინდა უთხრა ხალბატონ ტრაპაიძეს ხალბატონ
გრიგოლიას ბატონ ბარამიძეს ბატონი იქ მეტრეველი და აი ის ელიტა ჟურნალისტური ელიტა არ არის თქვენიათ ყველანი რომ ვიღაც ერთ ბატონს ემსახურებით როგორ შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა ქვეყანაში და უკეთესი პროგრამის არჩევა, უკეთესი სისტემის არჩევა, უკეთესი მომავლისათვის ბრძოლა, თუ თქვენ იგივე მონები ხართ, თქვენივე ბატონების და აგინებთ იმას, ვინც თქვენს ბატონს არ მოსწონს. იგივე გაგვიკეთა ფაქტიურად პრეზიდენტმაც, კაცო, მიგვიღო ერთხელ 4 მეცნიერი ვიყავით, რამაზ გახოკიძეს იცნობთ ალბათ, ხო? გაგიგიათ. ნუ აკადემიკოს დიდი მეცნიერია, ჯუმბერ კოპალიანი იცით ეს ზიადა ის ვინც აღმოაჩინა და ისტორიკოსი და ეროვნული მოძრაობიდან მე ვიყავი ბატონ ქურიძე იყო მურმანი ასევე ცნობილი პიროვნება და მეცნიერი სოფლის მეურნეობის დარგში ვილაპარაკეთ ნუ რა გამოვედით აქეთ ახლა როდესაც იმ არჩევნების წინ ის ქარტია დაწერა ქალბატონმა ჩვენ წერილი მივწერეთ მე თვითონ მიუტანე ისე როგორც პარლამენტს ისე როგორც მას რა ქვია მთავრობას ამ ქალბატონსაც და ვეუბნებით რომ ეს ცოტა გადასაკეთებელია რაღაც აქცენტები არის ჩვენ მეცნიერები მზათა ვართ თქვენთან ვითანამშრომლოთ დაგვიბარა ერთხელ დღეს მე და ბატონი თემურ შაშიაშვილი მივედით და გითხრეს რომ იმას არცალია და ვიღაცას სხვასთან ჩვენ წამოვედით რა თქმა უნდა სხვასთან რა გვესაქმება ის არის პრეზიდენტი იმასთან და მე არ მიგვიღო არ შეიძლება ასე არ შეიძლება ქვეყანაში არის უამრავი გამოცდილი ჭკვიანი პატიოსანი ადამიანები და იმის მაგივრად რომ აი ამ ადამიანებს მიცეთ საშუალება გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და გავითვალისწინოთ ეს ესე იგი ყველა იკეტება თავის ნაჭუჭში თავისი რაღაც სექტებს ქმნიან პრესაც ტელევიზიაც და პოლიტიკური მოღვაწეებიც ამიტომ თქვენთან რომ მოვედით და თქვენ რომ გეყურებთ იმედით რომ როგორმე უნდა შეიქმნას ისეთი პირობები როცა ჭკვიანის აზრი თავისუფლად მივა უმრავლესობასთან და ამისათვის რა არის საჭირო ხა ერთზე ვილაპარაკეთ რა თვითონ პოლიტიკური გაერთიანებები უნდა იყოს დემოკრატიული რომ იქ ადამიანმა იპოვოს თავისი ასპარეზი და თავისი იდეებისთვის ასპარეზი მეორე მნიშვნელოვანი არის რომ რაღაცა თქვენ ახსენეთ მედიის პრობლემა ხო რომ არის სიცრუის და დეзинფორმაციის პრობლემა და მიგერძოებულობის პრობლემა ხა თქვენ გაქვთ შანსი რომ უფრო მეტ ფართო აუდიტორიას ელაპარაკოთ თან ისე რომ ვიცით საშუალება რაღაცნაირად თან თქვენი მისიიდან გამომდინარე მიცეთ საშუალება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს რომ ერთმანეთთან ისაუბრონ ხო ერთ-ერთი პრობლემა ჩვენთან მედიაში ამ წუთას არის რომ გიგად გაყოფილია საზოგადოება ნაწილი უყურებს რაღაც პროსამთავრობო ნაწილი ანტისამთავრობო მედიას და თვითონ მონაწილეების გადაცემების არიან ან ერთი ხარის მომხრევი ან მეორეს და მე თვითონ პრინციპში ნაკლებად მაინტერესებს უკვე ამის ყურება იმიტომ რომ ვერ ხედავ იდეებს შორის ან ვერ ხედავ შეჯიბრს და ამ საშუალებაც არ არსებობს რომ გადაამოწმონ ადამიანებმა რამდენად სიმართლეს ამბობენ ან რამდენად ჭეშმარიტ რაღაც პოზიციებზე დგანან მე მგონია რომ ეს აი სატელევიზიო დებატები სანამ არ იქნება განსხვავებულ პოზიციებს შორის ყოფ ადამიანებს შორის რამდენ რთული იქნება საერთოდ რამე სისტემური ცვლილება დავინახოთ იმიტომ რომ დემოკრატია არის შეჯიბრი იდეების შეჯიბრია პირველ რიგში და მაგალითად გამოხატვის თავისუფლება სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხო და არა უბრალოდ ზოგადად იმისთვის რომ ადამიანმა რაღაც უნდა ისთვის ამისთვის არ არის გამოხატვის თავისუფლება არის იმისთვის რომ ჩვენ შეგვიძლიოს რომ შევაჯიბროთ იდეები ერთმანეთს და ხა ეს შეურნალის დროს რომ იხსენებდით ერთ-ერთი აი მაგალითად ის რაც შეიძლება დავაფასოთ იმ დროში არის ეს რომ თვითმმართველობის დონეზე არსებობდა შესაძლებლობა დავკვირვებოდით სხვადასხვა მოდელებს მართვის სხვადასხვა პარტიებს შეეძლოთ რომ გამიმარჯვათ და ამის ნაწილი იყო ნება ალბათ შეურდანცის მოქალაქეთა კავშირის
რომ საშუალება მიეცა რომ გაიმარჯვა ამ პარტიას მიუხედავად გაყალბების და მიუხედავად მაშინაც მოსყიდვის და რა ვიცი 1000 გვარი ძალადობის მაშინ ნახეთ ხო რომ მაგალითად თბილისში ოპოზიციამ გაიმარჯვა დედოფლის წყაროში გაიმარჯვეს ტრადიციონალისტებმა მახსოვს ხო იქ მიუხედავად იმისა რომ ახლოს იყვნენ ბატონი შაშიაშვილის და შევარდნაძის ერთმანეთთან მაინც განსხვავებული პოზიციებიც ჰქონდათ ხოლმე. ნუ შაშიაშვილი ერთადერთი იყო რომელმაც პირდაპირ შევარდნაძეს უთხრა სამთავრობო შეკრება რო იყო პარლამენტის წევრები და მთავრობის წევრები ბატონო ედუარდ თქვენ თუ გინდათ რამე გააკეთოთ წესიერი ამ ქვეყანაზე პირდაპირ უთხრა აი მთელი მაფია აქვს ისო უთხრა ამას რამხელა ვაშკაცობა უნდა და ეს უთხრა და ეს ახლა შეგვიძლია YouTube-ში მოვძებნოთ ეს ასეთი პოლიტიკოსი რო ყავს და აი ეს ტელევიზიები ერთხელაც რომ არ დაუძახებ ამისთანა კაცს ასეთ რთულ პერიოდში მე ამიტომაა რომ მიმართე აგერ იმ ჟურნალისტებს სირცხვილია ეს დაპირისპირება არსებობდა სხვა ჯგუფებს შორის მაგალითად ასლან აბაშიძეს აკრიტიკებდა შევარდნაძეს მაგრამ თავისთავად ეს კრიტიკა არ არის საკმარისი ალბათ იმისთვის რომ თქვათ რომ მაინც სწორ პოლიტიკას ატარებდა მაგრამ ხო მე მგონია რომ უბრალოდ სისტემურ დონეზე თუ შევხედოთ არა პიროვნულ დონეზე სტრუქტურულად თუ შევხედოთ მაშინ იყო მეტი თავისუფლებაც მედიაში მაშინ როდის შევარდნაძის დროს მედია არ იყო ისეთი პოლარიზებული როგორც არის ახლა ხო ერთ-ეგივე ტელევიზიაში ორი დაპირისპირებული მხარე შეეძლო რომ დამჯდარიყო და ელაპარაკა ეგ იყო მიუხედავად იმისა რომ მაშინაც იყო პრობლემა შეზღუდვაც და შევარდნაძემ მაგალითად რუსთაველის დახურვას წადა და ის მაინც მაშინ იძულებული იყო ამერიკელებისთვის მოესმინა და ისინი აკვალიანებდნენ ნუ პირდაპირ შეიძლება არ აკვალიანებდნენ მაგრამ მისი ამბიცია იყო რომ დასავლური სახელმწიფოსკენ წასულიყო საქართველოს ხო და რომ თავისუფალი მედია თავისუფალი მედია აუცილებელია იმისთვის რომ საერთო დემოკრატია შედგეს სხვანაირად შეუძლებელია იმიტომ რომ მე თუ ინფორმირებულ არჩევას ვერ ვაკეთებ და მარტო უსმენ მართულ პარტიას მაგრამ რუსთავიორში მაინც შევიდა კი მე რაღაცები გააკეთა ხო არამხოლოდ შევიდა რაღაცა პრობლემების შეუქმნა სხვა მედია საშუალებას და საზოგადოებრივი მაუწყებელიც პრინციპში იყო სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი ესე არ იყო რომ რაღაცა მაშინაც ხა ისე როგორც ეხლა და ისე როგორც მანამდეც მაინც არ გამოირჩევა დემოკრატიულობით და არც მაინც და მაინც იმ საზოგადოების იმ ჯგუფებს არ აძლევდა ეთერს, ვისაც მართლა ჭირდებოდა იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დაეცვა, არამედ ძირითადად ალაპარაკებენ პოლიტიკურ ელიტას და მათ იწვევენ, ხო, ვისაც ძალაუფლება ისეც აქვს. ესე რომ ეგ საკითხები კი ნამდვილად გამოსასწორებელია. სისტემურ ცვლილებებში იგულისხმება ისიც, რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს რომ ჩაერთოს ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში და მაგალითად ერთ-ერთი გზა რომ მაქამდე მივიდეთ არის ის რომ საზოგადოებამ დაიწყოს პარალელური სტრუქტურების შენება ხო მაგალითად ადგილობრივი საკრებულოების შექმნა იმისთვის რომ განიხილოს იმშელოს იმაზე რა ჭირდებათ და როგორ ჭირდებათ და ახლა ცალკე საკითხია მე ამის ლობირება შეიძლება თუ არა ადგილობრივ დონეზე რომ ხელისუფლებამ თუ ვისაც არ ძალაუფლება მათ მოусმინონ მაგრამ პირველი ნაბიჯი ეს არის რომ უნდა შეიკრიბონ და უნდა იმსჯელონ და სამწუხაროდ პრობლემა ახლა ეს არის რომ საზოგადოების ფართო მასა არის იმდენ დაშინებული რომ პოლიტიკურ თემაზე ვერც კი ბედავს შეკრებას და პოლიტიკური არის ნებისმიერი თემა, რომელიც ეხება შენ ცხოვრების მოწესრიგებას, არა მხოლოდ პირადი გზებით მოწესრიგებას, არამედ საზოგადოებრივად მოწესრიგებას, ხო? მაგალითად თუ მე ვიცი რომ მაქვს, რა ვიცი, დაბინძურების პრობლემა, აი რაღაცა სოფელში ან რა ვიცი, უმუშევრობის პრობლემა იქნება თუ განათლების პრობლემა, ყველა ეს საკითხი არის პოლიტიკური. ჩვენთან ეს ცნობიერების განვითარებას მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივიდეთ დემოკრატიამდე, იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე ესეთ ფრაზასაც, ხო, რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ მაინტერესებს რაღაცა და პოლიტიკაში თუ არ ვერევი, მაშინ რატო გაინტერესებს? სრულიად ყალბი ის არის რა. არასწორი წარმოგვიდგენთ. ან გონიათ, რომ აი ხანდახან გამომისმენია ესეთ ტექსტიც, რომ აი ხა მე ვიტყვი არაპოლიტიკურ რაღაცას, მაგალითად არ მომწონს რომ სკოლებში არის რა ვიცი
ცუდი პროგრამა და არაპოლიტიკური არა, პოლიტიკურია, იმიტომ რომ თუ სკოლა გინდა შენი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის და პოლიტიკური მიზანია მაგალითად ის რომ საზოგადოება იყოს განათლებული, ან საზოგადოებას შეეძლოს რომ საკუთარი თვითყოფადობა შეინარჩუნოს თუ განავითაროს საკუთარი კულტურა, ეს ყველა არის პოლიტიკური მიზნები, ეს არის ინდივიდუალური მიზანი, ჩემი, ხო? ანუ ეს არის საზოგადოებრივი მიზანი, რაც ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურია და როცა აი მე მგონია რომ ეს შეუბრუნება იქნება მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები ჩაერთონ პოლიტიკაში. 80-იანი წლების ბოლოს აი როცა მოძრაობა დაიწყო, მაშინ ეს ენერგია არსებობდა, რომ ადამიანებს უნდათ რომ ასე მონაწილეობა მიეღოთ გარდაქმნაში და ცვლილებაში და მაშინ ბევრი ინსტრუმენტები არ არსებობდა, ну ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი იყო დიდი მანიფესტაციები, მიტინგები, გამოსვლები და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ უკვე ისიც ნახეთ რომ 80-იანების ბოლოს გაჩნდა სურვილი და ინტერესი რომ პოლიტიკური გაერთიანებები შექმნილი იყო და იქ მიეღოთ მონაწილეობა და იმართებოდა ფილარმონიები ივსებოდა და შეელოდნენ სხვა საკითხზე და გამათიც იყო და და ხაზი გაუსვათ თავიდანვე ვთქვი რომ თქვენ ეს პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა გაიძულათ ფაქტიურად იმან რომ ვერცეთში ვერ ნახეთ ვისთანაც შეიძლება გაერთიანდეთ და თქვენი ძალისხმევა მოახმაროთ ქვეყნის კეთილდღეობას. ასე არ არის? ესეა, ხო, ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს, ჯერ კიდევ პლატონს აქვს აღწერილი, ეგ რომ ადამიანი ძალიან ესე იგი ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება უნდოდეს რომ იყოს პოლიტიკაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და არც თუ ისეთი სასიამოვნო ადგილია მოქმედებისთვის, იმიტომ რომ აუცილებლად იწყება შენ წინააღმდეგ ლაფისროლა, აუცილებლად გიწევს იყო მუდმივად საჯარო ადამიანი, ხო, რაღაცაზე პირადი ცხოვრება უკვე არის იწევა და მაგრამ ესე იგი ჯერ კიდევ პლატონის დროს იცოდნენ ის რომ თუ ადამიანი თulis რომ არ შესულით უარესი იქნება, ანუ თუ მონაწილეობს აქტიურად არ იღებს, შეიძლება უარესი მდგომარეობა დადგეს და თუ აქვს შესაძლებლობა რომ რაღაცნაირად დაეხმაროს საზოგადოებას და ამას არ აკეთებს, მაშინ უკვე ეს შეიძლება პრობლემა იყოს, ხო? მე ჩვენ არაფხოლოდ ვერცეთ იმაში ვერ ვნახეთ, ვერცეთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში საკუთარი ინტერესების გამოხატვის თუ მიღწევის შესაძლებლობა, არამედ ისიც ახლა მე პირადად ვიფიქრე რომ თუ მე შემიძლია რომ რაღაც დავეხმარო და ამას არ ვაკეთებ, ესეც იქნებოდა რაღაცი უპასუხისმგებლობა და ამიტომაც ხო რაღაცი მე ვირჩევდი რომ მე დავიღო ეს პასუხისმგებლობა ვიცხოვრობ რა თუ არ ესად ვიდრე ცხოვრობდი, მაგრამ ანუ იმ თვალსაზრისით რომ ხო ბევრი ახალი პრობლემა ჩნდება და რაღაცი შეიძლება საკუთარი შვილების დახმისთვის დაგაკეთო და დაიჭეს მაგრამ გასაგებია. ახლა რო ვიცოდეთ ჩვენ დაახლოებით 10 წუთი გვაქვს კიდე 10 წუთი გვაქვს კიდე ჩვენ ესე იგი აი ძირითადი პრინციპები რასაც ვემსახურებით ჯერ ერთი ჩვენ ვთვლით რომ განსხვავებული აზრის მიღება უნდა შეგეძლოს და ყველას უნდა ახლა ვიღაც მე რამოდენიმე აი ხელისუფლების წარმომადგენელიც მოვიწვი მაგრამ იცის რომ მაგისი აზრის არა ვარ და არ უნდა დაждდეს და იკამათოს რომ მისი აზრი ჯობია ჩემსას რას ნიშნავს ეს იგივეს აკეთებს ოპოზიცია აი ჩვენ CSGO-მ დაგვავალა ტელევიზიას დაავალა თქვენ აუცილებლად ამ არჩევნებში მონაწილე ხალხის დებატები უნდა უზრუნველყოთ განსაკუთრებით იმ პარტიების რომლებიც არიან კვალიფიცირებულები გამოაცხადეთ ჩვენ მე ჩემს პირად ასე ვთქვათ ჩემი საათი რომ აქვს კვირაში ერთხელ 2 საათი გამოაცხადეთ და იმ კვალიფიცირებული და არც ერთი არ მოვიდა არ უნდა იმას თავის ტელევიზია აქვს და იქიდან თადაგებს თავრობას თავისი აქვს და იქიდან თადაგებს და CSGO კიდე მე მაიძულებს რომ შენ დოკუმენტი მომიტანეო რომ შენ მართლა გინდოდა და ის ახლა მას ვეუბნები დოკუმენტი მომიწერე ხელი რო არ მოდიხარ მეთქი ჩვენ დავფიქრებითო ოცნება მეუბნება და თუ ჩავთვლით საჭირო და მაშინ მოგწერთ თუ არ ჩათვალა საჭიროდ არ მომწერა ახლა ჩვენ ველოდებით რომ ეს დაგვიწყებს ებას რა ქვია ჯარიმების გამოწერას
იმიტომ რომ ჩვენ ეს ვერ უზრუნველყოფთ, თუ ვიღაც ხები მოვიდნენ, მაგრამ ის არ ითვლება, რომელიც არაკვალიფიცირებულია. ჩვენ თავარი პრინციპი, აი ამერიკაში მამებმა დამფუძნებელმა მამებმა პირველი პრინციპი, რომელიც გამოაცხადეს, იყო რომ ხელისუფლებაში არ დაუშვათ ფულის და ძალის მოყვარული ადამიანები. ფულის და ძალის მოყვარული ადამიანები. ჩვენ ყოველ აი მთელი ეს 20 რამდენი წელია 92-დან ხო 33 წელია რა თუ რამდენია ხო 33 წელიწადია ჩვენ სულ ასეთ ხალხში ვართ ხელისუფლების მხრიდან ფულის და ძალაუფლების მოყვარულები. ამიტომა მე გაყალბებები, ამიტომ არის რომ არ უნდათ გადაირჩიონ და ამ შემდეგ ვერ მივაღწიეთ ამას. ესე იგი ფულის და ძალაუფლების მოყვარული არ უნდა მივიდეს იქამდე. და აი ეს სხვისი აზრის მიუღებლობა ქმნის იმას, რომ ხალხი ერთმანეთთან არ საუბრობს, არის სიტუაცია დაძაბული და ეს ხელისუფლება იმის მაგივრად რომ როგორმე ეს ხალხი დასვას ერთად და შეარიგოს და რაღაცნაირად ყველასთვის კონსენსუსით მისაღები გადაწყვეტილებები მიიღოს, ის პირიქით ნავთს ასხამს და წაკედა ერთმანეთს. ახლა მე არ მინდა დღევანდელ დაჭერებზე დავარქვათ ამას დემოკრატიული დაჭერები, თქვენ ეს ყველაფერი გიწერიათ, კანონები რისთვის აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ და როგორ მივედით იქამდე რომ აი დღეს ასეთი ძიმე სიტუაცია არის და ჩვენი მომავალი მოქმედება რა თქმა უნდა იყოს დაფუძნებული აი იმ ძირითად სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც უმრავლესობა ვაღიარებთ, აი იმ ხალხის ერთობა. მე მგონია რომ თუ ჩვენ შევძლებთ საზოგადოებისათვის მიტანას იმ აზრებისას და მანამდე ჩვენ ერთმანეთში კიდე ბევრჯერ შევხვდებით ალბათ და აი ის რაც გითხარით რომ თქვენ ისარგებლოთ ამ ტრიბუნით და რომ თქვენ რა თქმა უნდა მე ასე მგონია რომ აი რაც თქვი თქვენ ამაში მეთანხმებით რომ ფულის და ძალაუფლების მოყვარული ხალხი არ უნდა გავაკაროთ ხელისუფლებას. ამიტომ მათ არ უნდა დაუჭიროთ მხარი. ჩვენ ასევე ვფიქრობთ რომ ჩვენ მეცნიერებს ეს დასაბუთებული გვაქვს. ჩვენ საერთაშორისო მეცნიერული კვლევების საფუძველზე გვაქვს გამოტანილი ეს დასკვნები. ამ მაგალითად არის ასეთი დასკვნა რომ მართვაში ხო მე მართვის სპეციალისტი ვარ და ქედან ვიცი რომ ყველაზე უკეთესი ასაკი არის 60-დან 70 წლამდე. ჩვენ კიდე ვიძახით რომ ყველა ვინც მოვიდა შარნაძე მოვიდა ახალგაზრდები მინდა მიშა მოვიდა ახალგაზრდა და კიდე უფრო ახალგაზრდები და ის ახალაიები 23 და 22 წლის ბიჭები მოიყვანა და იმხელა თანამდებობები მისცეს მე ესე საოცრებები აკეთეს. არ შეიძლება ამის გაკეთება. მართვაში ესე იგი ფიზიოლოგიურად დაამტკიცეს, ფიზიოლოგებმა დაამტკიცეს ამერიკელმა მეცნიერებმა, რომ აი ადამიანის ტვინი რო შედგება ორი ნაწილისაგან, ორი ნახევარი ხო არის ტვინის მარჯვენა და მარცხენა და ვიცით რომ მარცხენა ნაწილს მარჯვენა ცენტრები მართავს, მარცხენა ეს მეცნიერება დამტკიცებულია და აღმოჩნდა რომ 50 წლამდე აი ამ ტვინში შენს მიერ შენახული ინფორმაცია, ესე იგი შენი გამოცდილება, როცა ღებულობ გადაწყვეტილებას, აი ამ ორ ნაწილში არსებული ინფორმაციის ერთად გააზრების საშუალება არ აქვს. აი 50 წლის შემდეგ თურმე გამოიყოფა რაღაცა მიელინი, რომელიც შემდეგ ყველა ნეირონს ერთმანეთთან აკავშირებს და აი მისი გადაწყვეტილები და ამიტომ არის რომ სოფლიოში 100 საუკეთესო ფირმა რომ აიღეს, აი General Motors-ი და ეს Gates-ის და კიდე ახალი ფირმები, იმათი მენეჯერები ჯერეთი კონკურსს როცა აცხადებენ 50 წლამდე არ ღებულობენ განცხადებასაც კი კანდიდატისას. 50 წელზე უფროსი უნდა იყოს და როცა 100 ასეთი ფირმის მენეჯერის საქმიანობა მეცნიერულად შეისწავლეს, აღმოჩნდა რომ ყველაზე უკეთესად მართავდა 60-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანები. ესე იგი მართვაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრი არის მისი გამოცდილება აი ამ საქმეში. ამიტომაც არის რომ ევროპის და დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში ადამიანს პოლიტიკოს თუ ერთი
15-20-25 წელი არ უყურებენ და არ არიან დარწმუნებული რომ ის რაღაც პარამეტრებს აკმაყოფილებს მანამდე იმას არ ირჩევენ არ შეიძლება ასე კაცი აგერ ის იგივე სააკაშვილმა და ამაც და ყველა მეზე იგი მოიყვანენ საღაციდან არანაირი გამოცდილება რომ არ აქვს ისეთი ხალხი კაცო როგორ შეიძლება ეს და დაანგრიეს ქვეყანა და აკეთებენ ამას მხოლოდ იმიტომ რომ ეს არჩეული მათ მიერ მოყვანილი ხალხი ყურმოჭრილ მონასავით იყოს და ყველაფერი შეუსრულოს მაგათ სხვა რამე არის რაღაც არ მოწონს ჩვენ კონფერენცია მოვაწყოთ მე 50 წლის გავხდიდა თქვენ პარამეტრებს უახლოვდებით მაგრამ არის დროები საზოგადოებებში და როცა ხდება დიდი ტრანსფორმაცია, როდესაც ახალგაზრდები იზოლირებულები ხდებიან, რომ ახალგაზრდები ეს არის წამყვანი ძალა. მე არ ვამბობ რომ მე ვამბობ პირველ პირზე. ნახოთ აი მაგალითად ევგენი ხარაძე როდის გახდა, ვთქვათ, ობსერვატორიის დირექტორი, ხო? სრულად ახალგაზრდები, ბაბუჩები, თქვენ სპეციალობით ბაბუჩები 47 წლის გარდაიცვალა. ისტორიკოსი ხართ? პირველი სპეციალობით ისტორიკოსი, მაგრამ მე უკვე განათლების პოლიტიკაში. ნუ მე გასაგები. ხო და აი დღევანდელი ყველაზე ცნობილი კომპანიები ბევრად უფრო ახალგაზრდა ხალხით იმართება, ვიდრე თქვენ დაახასიათეთ, აი მაგალითად Facebook-ი, Google-ი, ეს Tesla, ხო ეს ვინც არის ილონ მასკი, ზუკერბერგი, ბილ გეიტსი თავის დროს ახალგაზრდების შექმნილი და მართული კომპანიები, ხო? ყველაზე მეტი ფული ვისაც აქვს სოფლიოში. ესე რომ არ შეიძლება ახალი კვლევა იყოს ჩასატარებელი იმისთვის რომ ნახოთ დღესაც ვალიდურია თუ არა ის კვლევა რომელზეც თქვენ საუბრობთ. და იმიტომ რომ დრო ძალიან იცვლება და მაგალითად ჩვენ და სკოლის მოსწავლეებს უკვე კომპანიები აქვს რაც წარმოუდგენელი იყო ჩემ ბავშვობაში, როცა სკოლას ვამთავრებდი და ადამიანები ჩემი კლასელები მუშაობაზეც არის. ჩვენ ბოლოსკენ მივიდეთ და აი რო შევაჯემოთ. იქნება ჩვენი შეხვედრები საინტერესო. ეს შეხვედრა საინტერესო იყო და ვითანამშრომლებთ სანამ არ გავაფუჭებთ საქმეს უპირობებში მე პირობას გავძლევთ რომ ჩვენ არ გავაფუჭებთ ჩვენ აი მე დღეს ახლა რო წახვალთ გაგატანთ ამას ყველაფერს მინდა რომ გაეცნოთ მინდა რომ თქვენს კოლეგებს გააცნოთ და კარგი იქნება თუ ჩვენც 1-3-4 კაციან ჯგუფი შეგიძლია ბევრი თქვენც რამოდენიმე ერთად ის ლიდერები ის თქვენ ავტორები ვინც ის მანიფესტი დაწერეთ შევხვდებით დავილაპარაკოთ და ეს არ გავაჭიანუროთ ისე სასწრაფოდ გავაკეთოთ და გამოვიყენოთ აი ამ ტელევიზიის შესაძლებლობებიც და რაღაცნაირად ახალი იმედი მივცეთ საზოგადოებას ძალიან ბევრია ხელჩაქნეული რო არის აი ამ ოპოზიციის შემყურე და აი ამ პოზიციის შემყურე სიამოვნებით რას დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის ჩემთვის პირადად ძალიან ღირებულია ნებისმიერი შეხვედრა იმ ხალხთან ვისაც ნაფიქრი აქვს იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს და რა თქმა უნდა გამოცდილება თქვენ მეტი გაქვთ ამაზე ფიქრის ვიდრე მე იმიტომ რომ მე არც მახსოვს რაღაც დრო როგორც თქვენ გახსოვთ და მე უბრალოდ ვიზულებული ვარ რომ შევისწავლო წიგნები ბატონ სიმონ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მობრძანდით აი ერთხელ შეგთვით გითხარით და მიპასუხეთ და მობრძანდით მე ვფიქრობ რომ აი ასევე თუ გავაგრძელებთ ჩვენ რაღაცა შეგვიძლია ვარგოთ ამ ქვეყანას ჩვენ ვართ ის ხალხი რომელიც არ ვიბძვით ხელისუფლებაში მოსვლისათვის თქვენ ხართ ახალგაზრდები რომელსაც ამბიციები უნდა გქონდეთ მაგრამ თქვენ ხართ ის ხალხი რომელიც ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე არ გიქვამთ რომელიც არ მოდის იმისათვის რომ ესენი ჩაანაცვლონ და ის მანკიერი სისტემა მართვის გააგრძელონ და აი სიტყვა რაც თქვენ ბრძანეთ დასაწყისში რომ სისტემური ცვლილებები ჩვენ ამას ყოველ ჯერზე ამას ვაჟღერებთ რომ აუცილებელია სისტემური ცვლილებები იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს ევროპული კულტურული მართვის სისტემა სადაც მუშაობენ ალგორითმები და არა კერძო ინტერესები. დიდი მადლობა. შეგიძლიათ ერთი წუთი კიდე რამე სათქმელი